საშიშოსა და ისრაელთან მიმდინარე ომის მიუხედავად ირანის რეჟიმმა იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ, მომაკვდინებელი ძალით უპასუხა. თუმცა მამაცი ქალები კვლავ არღვევენ კანონს, რომელიც ქალებსა და გოგონებს საჯაროდ ჰიჯაბის დარებას ავალდებულებს. ეხლა კულტურული განხეთქილება კვლავ გაჩნდა იმაზე, თუ როგორ და საერთოდ უნდა ახსრულდეს თუ არა ეს სავალდებულო კანონი. ბოლო კვირებში მკაცრი სასულიერო პირები და პოლიტიკოსები უფრო აქტიურად მოითხოვენ, რომ ებრძოლონ იმას, რასაც ისინი საჯარო შიშველობას უწოდებენ. ხოლო გასულ თვეში თეირანში რამდენიმე რესტორანი დახურეს იმის გამო, რომ სავალდებულო ჰიჯაბის პოლიტიკა არ დაიცვეს. პროკურატურამ ასევე გააფრთხილა, რომ სერიოზულ ზომებს მიიღებს საზოგადოებრივი წესიერების დარღვევების შემთხვევაში კაფეებსა, რესტორნებსა და იმ მაღაზიებს მიმართ, რომლებიც არატრადიციულ და შეუფერებელ ტანსაცმელს ყიდიან. ეხლა ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ირანელი ადამიანის უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტი ლილი მუ. მადლობა, რომ აქ ხართ. მადლობა, ემილი, რომ დაპატიჟეთ ეხლა ისრაელში. მე ვარ პერსიელი სიონისტი და ვებრძვი ანტისემიტიზმს. 7 ოქტომბრის შემდეგ და ეს ჩემი მეხუთე ვიზიტია ისრაელში. აქ დელეგაციასთან ერთად ვარ. სინამდვილეში ჩემი დელეგაცია უკვე წავიდა, მაგრამ მე ჯერ კიდევ აქ ვარ და ვაგრძელებ მუშაობას. მე ვარ გუნდის წევრი, რომელსაც ქვია Off-Top და მუშაობ Cyrus Fund-ის ქვეშ. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უსაფრთხო დამცავი სივრცე დიასპორისთვის. ირანის შიგნით მყოფი ირანელი ხალხისთვის და ირანული დიასპორისთვის. იმ წევრებისთვის, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და სურთ, რომ ეს რეჟიმი დაემხოს, რომ მათთან დაკავშირება შევძლოთ. ვიპოვოთ გზები, რათა დავეხმაროთ რეჟიმის დამხობაში, როცა ეს გარდამავალი პროცესი მიმდინარეობს. მოდი ამიხსენი, შენ უნდა გეცვა ჰიჯაბი. შენ მოზარდობაში წახვედი. როგორი იყო ეს გამოცდილება, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ამის გავლა მოუწია? ირანში, როგორც კი გამოჩნდები, ისე თითქოს ზრდასრული გოგო ხარ. ჰიჯაბის ტარება უნდა დაიწყო. მე კი ბავშვობიდანვე იგივე სიმაღლის ვარ. ვაუ. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ როგორც კი გოგო სკოლაში მიდის, მას ჰიჯაბიანი უნიფორმა უნდა ეცვას. თავიდან ფეხებამდე დაფარული, მხოლოდ სახე ჩანს, შეიძლება ჩოლკის ცოტაც ჩანდეს. არაერთხელ ყოფილვარ დირექტორის კაბინეტში იმის გამო, რომ წითელი თმა მაქვს, ბუნებრივად. ვაუ. დიახ. მაშ იმის მიხედვით, რაც თქვენ იცით და თქვენი ოჯახის წევრები თუ მეგობრები ვინც იქ არიან, რა ხდება? ცხადია, როდესაც გაზაფხულზე ყველაფერი გამწვავდა, ვიცით, რომ 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ინტერნეტი გაითიშა, ხალხი მოკლეს, ხალხი დასაჯეს სიკვდილით. მაგრამ ხალხში ისევ არის ის რევოლუციური სული, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ყველას ეშინია. შიში, რა თქმა უნდა, ირანელი ხალხისთვის მუდმივად არსებობს, თუმცა აქ არის დიქოტომია, სადაც შიშიც კი მიტოვებულია. არსებობს მუდმივი შიშის მიტოვება, როცა ხალხი ხელცარიელი მიდის ტყვიებისკენ. ეს არის შიშის მიტოვების აბსოლუტური განსაზღვრა. იმ ქვეყანაში, სადაც ჩაგვრა ერთადერთი რამაა, რასაც რეჟიმი აკეთებს, თავზე თავსაფრის ქონა თუ არ ქონა, ირანის ქალებისა და მამაკაცებისთვის აღარ არის პრიორიტეტი. მამაკაცები ქალებს უბიძგებენ, არა, ისინი არ უბიძგებენ, ისინი ამხნევებენ ქალებს. იყვნენ ისეთივე თავისუფლები, როგორც სურთ. თუმცა ეს რეჟიმი ჯიუტად კლავს მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც თავისუფლებას ისურვებენ. ასე რომ, თუ რესტორნის მფლობელი თავის კლიენტებს მოუწოდებს, იყვნენ ისეთივე თავისუფლები, როგორც სურთ, მასაც ისევე დასჯიან, როგორც სასჯელი როგორია. რა განსხვავებაა იმ ადამიანებს შორის, ვისაც უბრალოდ სიკვდილით სჯიან და კლავენ და მათ შორის, ვისაც ჯარიმას აკისრებენ ან ციხეში აკდებენ? მასა ამინი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ თმა ქონდა გამოჩენილი. ნიკა შაკამი მოკლეს იმის გამო, რომ თავსაფარი მოიხსნა თმიდან. ქალების თმა, ირანელი ქალების თმა ამჟამად საერთაშორისო ბაზრებზეა. მასობრივი მკვლელობები 7, 8 და 9 იანვარს ჩვენ ვიცით რეალობა, სადაც ათასობით ცხედარი ჯერ კიდევ ინახებოდა, სადაც თმა იყო გადაბარსული. ქალები ამ მასაკრის ნაწილი იყვნენ და ქალების სხეულის ნაწილები, მათ შორის საშვილოსნოც ამოღებული იყო. ვაუ. ამ რეჟიმის სისასტიკის შედეგად. ასე რომ თავსაფრის ტარება ან არ ტარება ირანელი ხალხისთვის აღარ არის პრიორიტეტი. და გულწრფელად რო გითხრათ, როგორც ირანელი, რომელიც ამ რეჟიმს წლებია ებრძვის, მასა ამინის მკვლელობიდან დაწყებული ლომისა და მზის რევოლუცია ძალიან ცოცხალია. და სტატიები, რომლებიც ქალების თმაზეა კონცენტრირებული, ძალიან ცდილობენ შეამცირონ იმ რევოლუციის რეალობა, რომელიც ამჟამად ირანში მიმდინარეობს. მაშ, თქვენ რა პოზიციაზეც გახართ? რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი?
ომი, მშვიდობა, რევოლუცია. ანუ როგორ თუნდაც მათთვის, ვინც ქუჩაში არ გამოვიდა, შესაძლებელია თუ არა, რომ რაღაც მოხდეს. და თუ ასეა, მოვესწრებით კი ამას. ამჟამად ირანის ხალხი მოუწოდებს მემკვიდრე პრინც რეზა ფეხლავის შემდეგი გამოსვლისკენ. როგორც ხედავთ სოციალურ მედიაში, სხვადასხვა პლატფორმაზე დიდი ტენდენცია, სადაც მილიონობით ირანელი ეხმიანება განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ოპოზიციონერი არტისტი ჰამიდ ფარჰადი. ბოლო ინტერვიუში აქ ვესაუბრე მასზე, მის სხვა სიმღერაზე, რომელიც მან შექმნა და რომელიც რევოლუციის სიტყვებს აყალიბებს. ისინი ამბობენ, ჰამ ბათან იარემა, ფახლავი შახ შახემა, რაც ნიშნავს, რომ ჩემი თანამემამულეები ჩემს გვერდით არიან, ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და ფახლავი ჩემი მეფეა. ამიტომ ისინი მოუწოდებენ ყველას, რომ შემდეგი მოწოდებისას ქუჩაში გამოვიდნენ. რატო გამოვიდნენ ისინი ქუჩაში? მილიონობით, 13 მილიონზე მეტი ადამიანი ირანის 400 ქალაქში, რათა მოეთხოვათ ფაღლავის დაბრუნება. მათ თქვეს, ინა ახირი ნაბარდე, ფაღლავი ბარ მიმიგადე, რაც ნიშნავს, რომ ეს არის საბოლოო ბრძოლა, ფაღლავი სახლში დაბრუნდება. ეს ომისა და სამხედრო მოქმედებების დღეები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ირანელი ხალხისთვის აბსოლუტური რეალობა იყო იმედისა და უიმედობის. ჩვენ ვართ პირველი ერი და ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ერიდან, რომელიც უცხოელ მოკავშირეებს თხოვთ, რომ ბომბები ჩამოაგდონ ჩვენ სამშობლოზე. არსებობს თუ არა საზოგადოებაში იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე თქვა, დახმარება გზაშია, არ ინერვიულოთ, დახმარება მოდის. გრძნობენ თუ არა ადამიანები, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიატოვა ისინი. ირანის ხალხმა ისწავლა, რომ ტელევიზიით წარმართული დიპლომატია ძალიან განსხვავდება რეალობისგან. ამიტომ ისინი იმედიანად არიან და ჯერ კიდევ ეძახიან მას ბიძია დონის. ისინი ჯერ კიდევ ბიძია დონის ეძახიან. და რა დამოკიდებულებაა ქუჩაში ისრაელის მიმართ ბევრი ირანელი მოქალაქის მხრიდან. ბიბი ჯუნი ისევ ბიბი ჯუნია, რაც ნიშნავს ჩემოძირფასო ბიბი. მის სახელს ქუჩებსაც კი არ ქმევენ. ისინი იმედოვნებენ, რომ უნდა ვაღიაროთ რეალობა, რომ მხოლოდ ორმა მსოფლიო ლიდერმა გადაწყვიტა ემოქმედა აიათოლას წინააღმდეგ, რომელმაც 100,000-ზე მეტი ირანელი ადამიანი მოკლა და ეს რიცხვი დღემდე იზრდება. იმ ხოცვა ჟლეტის შესახებ მოსმენილი ჩვენებები ჰოლოკოსტის მასშტაბისაა და მსოფლიომ ამის შესახებ უნდა იცოდეს, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ვაუ, თქვენ ძალიან მამაცი ხართ, მადლობა და დარჩით ისრაელში უფრო დიდხანს. არ გჭირდებათ დაბრუნება. იმედია მე. ვაფასებ თქვენს დროს, ემილი. დიდი მადლობა, რომ ისე მიმიწვიეთ.